რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ აფხაზეთის მკვიდრს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ვალერი ვეკუას. მე ვარ ვალერი ვეკუა, დავიბადე აფხაზეთში, გურირიფშის რაიონის დაბა დრანდაში. 2009 წლიდან ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. მომწონდა თვითონ სპეციფიკა სამსახურის, დიდი რისკი და ამისთვის საჭირო იყო ყოფილიყავი ყოველთვის მზად. ეს იქნება დღე თუ ღამე ყოველთვის მზადყოფნაში. საინტერესო სამსახურია. ამ სამსახურში წარმატებული რო იყო, საჭიროა პირველ რიგში ფიზიკური მონაცემები გქონდეს ძლიერი, პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია. მოსვლისთანავე მზადყოფნაში უნდა იყო ყოველთვის. დღის განმავლობაში არის ფიზიკური დატვირთვები, ტაქტიკური ვარჯიშები, ფსიქოლოგიური ვარჯიშები, გამახვილებულია ყურადღება როგორც ფიზიკურ მზადყოფნაზე, ასევე საცეცხლე მომზადებაზე. თქვენ ახლა იხილეთ კომბინირებული სროლა, რითაც მე პირველი ადგილი ავიღე კიევში. ეს სირთულეები მაშინ მდგომარეობს, რომ გიწევს 5 სამიზნეში 10 ტყუის სროლა და პერიოდულად გიწევს მჭიდის გამოცვლა. ეს არის ამ სროლის სირთულე. ეს კონკრეტული და კიდევ ბევრი სხვა უნარჩვევები გვეხმარება ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი პირების დაცვაში და ასევე ჩამოსული სტუმრების, დიპლომატების დაცვაში. როცა ამ კომბინირებულ სროლას იწყებ, პირველ რიგში რჩები შენ თავთან მარტო და ფიქრი არის იმის, რომ 10-ვე ტყვია გაარტყა 10-იანში. ეს საუკეთესოდ გამომივიდა კიევში ჩემპიონატზე. ვალერი ძალიან მეგობრული, უშუალო და უბრალო ადამიანი არის, მაგრამ ბევრ კარტისებასთან და აქვს მას ძალიან კარგი ხასიათი, გამასთვლი რომ განსაზღვრო მისი წარმატების საიდუმლო, რომ ვალერი არის ესე ვთქვათ ენერგიული ადამიანი, რომელიც მართულია მოდიმოდ მოძრაობისკენ. მას აქვს შინაგანი განვითარებისაკენ ტოვა, აქვს ამბიცია საკუთართან, რომ იყოს პროფესიონალი ადამიანი, იყოს წარმატებული, რომ მეტი და მეტი პოზიტივი მიიღოს ცხოვრებისაგან და თვლი რომ ამ ყველაფერმა კომბინაციაში შრომის მოყოლებასთან ერთად და მოგწა ის რომ ვალერი დღესდღეობით არის პირველი და ერთადერთი ქართველი, რომელმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირადი მცველის მსოფლიო პირველობის ტურნირზე შეძლო ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველ ადგილს დაკავება სროლაში და მე მას კიდევ ერთხელ მინდა მიველოცოს წარმატება და მას ერთად მის ოჯახს, რომელსაც დარწმუნებული ყველაზე მეტად გაუხარდა ეს ყველაფერი. ჩვენი სამსახურის გუნდი ყოველთვის გამოირჩევა თავის მომზადების დონით. ყოველთვის მოიაზრებენ ჩვენ გუნდს საპრიზო სამეულში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდა ქალაქ კიევში, 25 გუნდი იყო ჩაბმული. ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლით გამოვიდა ჩვენი გუნდი, მრავალ ჭიდის, მრავალ სახეობაში პირველი ადგილი აიღეს. ერთ-ერთ სახეობაში, რომელიც ძალიან პრესტიჟული არის ყველა გუნდისთვის, სადაც სროლის სხვადასხვა ტაქტიკური შეჯიბრება ტარდება, ერთ-ერთი არის კომბინირებული სროლა და ამ სახეობაში კომბინირებული სროლაში პირველი ადგილი ვალერი ვეკუამ დაიკავა. ეს იყო ცხოვრებაში ძალიან დიდი ემოცია ჩემთვის, რაც შეიძლება ამ ნომინაციის დასრულებისთანავე ვერ აღვიქვი, მაგრამ
მე ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდ შედეგზე იყო საუბარი. ვაპირებ გაგრძელებას, ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო და ძალიან მრავალფეროვანი სამსახურია, თუნდაც ასეთი ტურნირების თვალსაზრისით იგეგმება კიდევ ძალიან ბევრი ტურნირი. ეს არა მხოლოდ კიევში ტარდება, ბულგარეთი, მოლდოვა, რუმინეთი. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი სპეცდანიშნულების რაზმში. ძალიან რთული არის იმ რაზმში მოხვედრა, სადაც ვალერი მუშაობს, ფსიქოლოგიური მიმართულებით, ფიზიკურად ძალიან ჯანმრთელი უნდა იყოს და ძალიან სერიოზული ტესტებია ჩასაბარებელი, უნარჩვევებს აბარებენ და მერე იწყება სპეცმომზადება, სადაც უკვე მიდის იმ მიმართულებების შესწავლა, რომელიც ჩვენ ფუნქციონალურად გვაქვს დაკისრებული. ერთ-ერთ საუკეთესო მომზადებას გადიან თემ სოფლიოში, ანტიტერორისტული მიმართულებით, კონტრმოიერიშის მიმართულებით. ყოველი კვირის ბოლოს ტესტირებები აქვთ, ყოველი თვის ბოლოს ტესტირებები აქვს, სადღაც 3 თვის განმავლობაში ხვეწენ ამ საბრძოლო ტაქტიკას და მხოლოდ ამის მერე გამოსაცდელი ვარდით ირიცხებიან. ბილიარდსაც საკმაოდ კარგად თამაშობ. მეგობრები თავისუფალ დროს ვიკრიბებით და ვატარებთ პატარა ჩემპიონატს. ეს არის ფოტოები სხვადასხვა ჩემპიონატის. აქ არის 2015 წლის კადრები, არის ბოლო ჩემპიონატის, სადაც უკვე უშუალოდ მეუღებლობდი მონაწილეობას, მისი ფოტოები, ეს დაჯილდოების, ეს ფოტო კონკრეტულად არის ამ სამსახურში ჩარიცხვის დღე, ფიცის დადების დღე. აქ იყო დიდი ბედნიერებისა და პასუხისმგებლობის განცდა. ყველა ადამიანს ცხოვრებაში თავისი მიზნები და სურვილები აქვს. მე როცა კონკრეტულად ამ სამსახურში გადმოვედი და შემოვედი ამ ოთახში, პირველ რიგში შემოვიტანე ეს რუკა და ჩემი მიზანი ცხოვრებაში და სურვილი არის პროფესიონალი დაუბრუნდე ჩემს აფხაზეთს, ჩემს მიწა-წყალს. აფხაზეთი ჩემთვის რჩება მტკივნეულ თემად. მე მახსოვს ჩემი სწავლის პერიოდი პირველი კლასის ძალიან კარგად მახსოვს ჩემი სახლი, ჩემი ქუჩა, სკოლა, ესე ვფიქრობ რომ რაც დრო გადის, მონატრება და ფიქრი ჩემს სახლზე, ჩემს აფხაზეთზე, ჩემს კუთხეზე უფრო ძაფრდება და სურვილი დაბრუნების უკვე პიკს აღწევს. აფხაზები იგივე ჩვენი მოძმე ხალხი არიან და საჭიროა მალევე მოვეგოთ გონს და ვიცხოვროთ ისე როგორც ცხოვრობდით ერთად. მე ვდგევარ ჩემი ქვეყნის სამსახურში. მაცვია ფორმა და რამდენად კარგადაც ვიცრი, იმდენად ნაკლებად აგრესიული ვარ. უბრალოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ნეულთან კურნალო და მე თვითაუძლეველო წინამბრძოლო ვააზრით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი ევედრე ქრისტეს და ბრესტას შეწყალებას გულთან შეტავის ათ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამი